მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვა. არადა ფეხბურთის თამაში გამომდის კარგად და სულ თამაშობ. რა უნდა უპასუხო? ეს არის ანონიმური წერილების მესამე ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. ტიპიური სიტუაცია, ჩემთვისაც უთქვამ, ეხა პროფესორი ვარ. მაგრამ მე რა მოსატანი ვარ აინშტაინისთვის უთქვამ, გაუგდიათ სკოლიდან. ჭორები არ არის ხო? არა, არანაირად. რასაკვირველია ბედნიერება, როცა შენი სჯერათ და შენი შესაძლებლობები სჯერათ, მაგრამ ეს ბუფუნება არის. ყოველთვის არა გვაქვს ასეთი სიტუაცია და შენგან არაფერი გამოვას, როცა ამბობს ადამიანი, მას აქ რაღაცის წარმოდგენა რა უნდა გამოვიდეს შენგან და დიდი ბოდიში. მე იმისთვის არ მოვედი ქვეყანაზე, რომ მის მოლოდინებს შევესაბამო. მე უნდა გამოვიდე ის, რაც მე ვარ, ვინც ვარ, მე ჩემი თავის რეალიზაცია უნდა მოვახდინო. ფული არ გაიტეხოს, აინშტაინიც მაგ დღეში იყო. მაგრამ სხვისი აზრები ხო ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ჩვენ როგორ აღვქვათ ჩვენს თავს. განსაკუთრებით პატარობაში თუ გვეუბნებიან ამას. ნამდვილად და სხვადასხვანაირად მოქმედებს. შეიძლება ამან ჩვენში გააღვიძოს იმის სურვილი, რომ დაუმტკიცო, რომ ყველაფერს გამოვა. არის რისკი იმისა, რომ დაიჯერო, მაგრამ რახან წერილი მოგწერა, ეს ნიშნავს, რომ არ უჯერებს, ხო? და ეს მაგარი ნიშანია. მადლობა დიდი.